უკრაინამ ბოლო 4 წელი მხოლოდ ერთი რამის დამტკიცებას მიუძღვნა. სამხედრო ინოვაციების მთავარი მამოძრავებელი აუცილებლობაა. გადაკეთებული მოპედის ძრავებიდან, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედი დამთმელ დრონებს ამოძრავებენ, დაწყებული და დამთავრებული გასაბერი სატყუარებით, რომლებიც რუსულ სამიზნეს სისტემებს ატყუებენ, ქვეყანა მუდმივად იპოვა გზები, რომ თავის შესაძლებლობებზე მეტი ეჩვენებინა. 2026 წლის თებერვლის ბოლოს Firepoint-მა უკრაინულმა თავდაცვის კომპანიამ კიევიდან დაამატა რაღაც, რაც შეიძლება შეცვალოს ომის მიმდინარეობა და გაანადგუროს რუსეთის წინახაზები FP7. ეს რაკეტაა, მაგრამ არაუბრალოდ რაკეტა. ეს არის ადგილობრივი წარმოების მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი გავლენა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე შეიძლება თავიდან ჩანდეს. ეს მხოლოდ პროტოტიპი არ არის. ბოლო ცნობებით FP7 უკვე მზადაა გამოსაყენებლად. ეს შესაძლოა რუსეთის ფრონტისთვის მომაკვდინებელი იყოს რამდენიმე თვეში. რა სიჩქარე აქვს და რა რადიუსზე მოქმედებს? კრემლის მოულოდნელ სიფრთხილის მიზეზის გასაგებად შევხედოთ ამ ციფრებს და დეტალებს. FP7-ის ოფიციალური დარტყმის რადიუსი 200 კილომეტრია, ანუ 124 მილი. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 1500 მეტრი წამში, რაც დაახლოებით 3350 მილი საათში. ის მაქსიმალურ ტრაექტორიაზე დაახლოებით 40 მილის სიმაღლეზე ადის. საბრძოლო ქობინი მხოლოდ 330 ფუნტია, რაც ბალისტიკური რაკეტისთვის უჩვეულოა. ისინი ჩვეულებრივ შეიძლება 1000 ფუნტამდე იწონიდეს, რადგან შექმნილია ღრმად მიწისქვეშა ან ძლიერად დაჯავშნული სამიზნეების გასარღვევად. მისი წრიული ცდომილების ალბათობა, რომელიც სიზუსტეს ზომავს და გეუბნებათ, რამდენად ახლოს დაეცემა რაკეტა მიზანთან, დაახლოებით 14 მეტრია. შემდეგ მოდის ფრენის სრული ციკლი. გაშვებიდან აფეთქებამდე დაახლოებით 4 წუთი სჭირდება, რაც საშუალო სატელევიზიო რეკლამის ხანგრძლივობას უდრის და პერსონალს ტერიტორიის დატოვება არ ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ უწყინარ ინფორმაციად ჩანს, ეს რიცხვები მნიშვნელოვანია. თუმცა ნამდვილად შეუძლია FP7-ის ეს. ამის გასარკვევად უნდა ვნახოთ რეალური კადრები რაკეტის მოქმედებიდან, რომ დავადასტუროთ, რა შეუძლია მას და რა არა. Firepoint-ის მთავარი კონსტრუქტორმა დენის სტილემანმა 2026 წლის 27 თებერვალს X-ზე ატვირთა FP7-ის გაშვების უმნიშვნელოვანესი ვიდეო წარწერით. მოგესალმებით, FP7. კადრებში ჩანს, როგორც ტოვებს რაკეტა გამშვებთან ადგარს და ასრულებს საწყისი აჩქარების ფაზას ძრავის მუშაობისას. შემდეგ ინთება მყარი საწვავის ძრავი, რაკეტა აჩქარდება გამშვებ რელსზე და მაღლა მიემართება. მართალია, ეს დიდი მტკიცებულება არ არის, გარდა FP7-ის როგორც ფიზიკური ობიექტის არსებობის, მისი წარმატებული გაშვებისა და სტაბილური ფრენის დადასტურებისა. ვიდეო მასალა ან დამოუკიდებელი დადასტურება დამასრულებელი დარტყმის ან სახმელეთო სამიზნეზე დარტყმის შესახებ არ არსებობს. გარდა მწარმოებლის ცალკე მასალაში გამოქვეყნებულისა, სიზუსტის, სიშორისა და მაქსიმალური სიმაღლის შესახებ დადასტურება არ არსებობს. თუ ვიდეოს ზედაპირულად შევაფასებთ, ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ უკრაინამ რაკეტის ფორმის ობიექტი ააგო, რომელსაც მიწიდან მართვადი აფრენა შეუძლია. მაგრამ ასეთ შეფასება თითქმის მთლიანად გამოტოვებს კონტექსტს. უკრაინის შიდა თავდაცვითი განვითარების ციკლი ისე არ მუშაობს, როგორც დასავლური შესყიდვების პროგრამა. არ არის მრავალწლიანი ტესტირება, საკანონმდებლო დამტკიცება ან სარაკეტო პოლიგონზე ხანგრძლივი გამოცდები ოფიციალურ განცხადებამდე. რადგან ომი გრძელდება, უკრაინულ თავდაცვით კომპანიებს უწევთ ცეცხლის ქვეშ განვითარება, სწრაფი გაუმჯობესება და ინფორმაციის შერჩევით გამჟღალნება. FP5 Flamingo იგივე გზას გახვა. დაანონსეს, მოკლედ წარადგინეს და მალევე საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენეს. საზოგადოებამ მისი საბრძოლო გამოყენების შესახებ ძირითადად უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებიდან გაიგო მომხდარის შემდეგ. FP7-ის გაშვების ვიდეოების გამოქვეყნება მიუთითებს, რომ პროგრამა მნიშვნელოვნად უფრო წინ არის, ვიდრე ეს კადრები აჩვენებს. რასაც უკრაინა გვიჩვენებს, ნამდვილად არ არის პროტოტიპი პირველი გამოცდისას. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის სრული შესაძლებლობის გამოცხადება და ყველა მონაცემით შეიძლება მიზანმიმართულად იყოს შექმნილი. მხოლოდ გაშვების სეკვენციის ჩვენება საკმარისია, რომ რუსულმა მედიამ სწორი მესიჯი მიიღოს. კიდევ ერთი საფრთხეა, რომელზე ინფორმაციაც მათ ტაქტიკურმა მრჩევლებმა უნდა იცოდნენ. რაკეტა რომ არ ჩანს დამარტყმელი, შეიძლება ყველა სოციალურ მედიაში ორივე მხარეს განთავსდეს, უკრაინის პოტენციალისა და განვითარების საჩვენებლად. რატომ სჭირდებათ ახალი რაკეტა, როცა მათი დრონები რუსულ ძალებს ანადგურებს?
ხოლო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოდით გადავიდეთ რაკეტის რეალურ მახასიათებლებზე. დავიწყოთ მანძილით. ეხლა მითითებული 124 მილიონი სიშორე ყველაზე მეტად ქმნის არასწორ პირველ შთაბეჭდილებას. უკრაინამ შორი მანძილის დრონებით ნავთობის ინფრასტრუქტურას 1000 კილომეტრზე დაარტყა. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ არის მოკლე მანძილის რაკეტა მნიშვნელოვანი? პასუხი დაკავშირებულია სტრატეგიულ ღრმა დარტყმასა და ოპერაციულ ზუსტ დარტყმას შორის განსხვავებასთან, ასევე დროსთან. უკრაინის ამჟამინდელი შესაძლებლობები ძირითადად ეფუძნება შორი მანძილის დრონებს, რომლებიც შექმნილია მტრის თავდაცვითი სისტემების ასარიდებლად და ნელა მიფრინავენ სამიზნეებისკენ. ამავე დროს შედარებით უხილავნი არიან სტანდარტული რადარზე დაფუძნებული თავდაცვითი სისტემებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტურია, ასევე მათ ძალიან ნელა ხდის, რადგან უკრაინის შორი მანძილის ოპერაციებს უმეტეს შემთხვევაში საათები სჭირდება შედეგის მისაღებად. ამ პერიოდში დრონი წინასწარ დაპროგრამებული მარშრუტით ავტონომიურად მიფრინავს სამიზნისკენ და ოპერატორებს ხშირად არ იციან, რა ხდება დარტყმამდე ან შედეგის დადგომამდე. მაგალითად, FP1, რომელიც რუსეთის შიგნით მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ არის გაშვებული, შეიძლება თითქმის მთელი დღე ჰაერში იყოს. ეს ოპერაციულად შესაფერისია გარკვეული მისიებისთვის, მაგალითად სტაციონარული ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის, საწარმოო ობიექტების დაზიანებისთვის და მომარაგების საწყობებზე დარტყმისთვის, რომლებიც ფრონტიდან შორს მდებარეობს. ეს სამიზნეები არ მოძრაობს და დრონის ნელი მიახლოება შეიძლება ამ ფაქტთან შესაბამისობაში იყოს მართული. მაგრამ თავად ბრძოლის ველი საათის მიხედვით არ მოქმედებს. რუსული ჯავშანსატანკო კოლონა შეტევის დაწყებამდე დრონს არ დაელოდება. სარდლობის პუნქტი, რომელიც კონტაქტის ხაზიდან 50 მილით უკან მდებარეობს, შესაძლოა საათობით დაკავებული იყოს და შემდეგ მოულოდნელად დაცალდეს. რუსეთის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლებაა საჰაერო შეტევის განხორციელებისას, სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებიც ასობით მილზე ფარავს ყველა მიმართულებას და ისეა აგებული, რომ სატვირთო მანქანით გადატანა და გადაადგილება შესაძლებელია, რათა აღმოჩენას თავი აარიდონ. ამ მოძრავ ან ნახევრად მოძრავ სამიზნეებს ტექნიკურად შესაძლებელია დაარტყან ტრადიციული გრძელდისტანციური დრონებით. იარავისგან თავის არიდება თითქმის შეუძლებელია, რადგან ფრენას მხოლოდ 4 წუთი სჭირდება და არკის უმაღლეს წერტილს რომ მიაღწევს, უკვე გვიანია. ამის გასაგებად ვიფიქროთ ესეთ ჰიპოთეტურ სცენარზე. უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ კონტაქტის ხაზიდან 80 მილის უკან რუსულ ლოგისტიკურ ბაზაზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა მიეწოდება და უახლოეს საათებში ფრონტის ხაზზე განლაგებულ ნაწილებს გადაეცემა. ამ მანძილზე დრონს მისასვლელად მინიმუმ 80 წუთი დასჭირდება, თუ ქარი ხელსაყრელია და მოწინააღმდეგე ზომებს არ ეხებს. მძიმე რაკეტა სტანდარტული მართვადი საბრძოლო მასალით 80 მილს ვერ დაფარავს. Storm Shadow-ის რაკეტა მიზანს აღწევს, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდულია და გამოყენება დიდ ბრიტანეთთან პოლიტიკურ შეთანხმებას საჭიროებს, რაც ხშირად დროის დაგვიანებას იწვევს, თუ მიზნის დამტკიცება ბრიტანეთის დაზვერვაზეა დამოკიდებული. დავამატოთ FP7 ამ კომბინაციაში. დაფარული პოზიციიდან გაშვებული FP7 80 მილს 3 წუთში დაფარავს. გაქცევისა და დამალვის დრო აღარ რჩება. ტაქტიკურ გამოყენებასთან ერთად არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტიც. უკრაინა წლებია ცდილობს დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების შეზღუდვებს თავი გაართვას. დასავლეთმა უკრაინას გრძელდისტანციური რაკეტები მისცა, მაგრამ მანძილის შეზღუდვები დაუწესა, რაც განსაზღვრავდა, რომელ სამიზნეებს შეიძლებოდა უკრაინას დაერთხა. შიდა წარმოების ბალისტიკური რაკეტა ამ შეზღუდვას ხსნის და უკრაინას აღარ სჭირდება ნებართვა FP7-ის გასაშვებად. დამოუკიდებლობა ისეთ კონფლიქტში, სადაც სამიზნის დამტკიცების ვადებმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ოპერაციის წარმატებაზე, უკრაინას ბრძოლის ველზე გაცილებით მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს. მაგრამ არსებობს უფრო ფუნდამენტური მიზეზი, რის გამოც FP7 ცვლის საფრთხეს რუსეთის საჰაერო თავდაცვისთვის და ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ დაფრინავს ბალისტიკური რაკეტა და ფრთოსანი რაკეტა რეალურად. უკრაინა განსაკუთრებით ეფექტურია ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით. რუსეთმა 3 წელი დახარჯა საჰაერო თავდაცვის პოზიციის ადაპტირებაზე ამ საფრთხის წინააღმდეგ. უკრაინის შეტევა იყენებს იარაღებს, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე რელიეფთან ახლოს დაფრინავენ, სადაც რადარი კარგად ვერ აღწევს, ან იბლოკება დრონების გარშემო არსებული რელიეფით. FP1 დრონი ასე მუშაობს. ასევე ფრთოსანი რაკეტები, მაგალითად Storm Shadow. რუსეთის საჰაერო თავდაცვის არქიტექტურა ძირითადად ფოკუსირებულია დაბალ სიმაღლესა და ზებგერით ან ტრანსონიკურ სისწრაფეზე მომავალი საფრთხეების აღმოჩენასა და გადაჭერაზე. ბალისტიკური იარაღები, როგორიცაა ATACMS, მაღალი ტრაექტორიით მოძრაობენ და სუპერბგერითი სიჩქარით ეშვებიან სამიზნეზე, რაც სრულიად განსხვავებულ გამოწვევას ქმნის მათი გადაჭერის კუთხით. ბალისტიკური რაკეტა ზუსტად საპირისპიროს აკეთებს იმისგან, რისთვისაც ეს სისტემებია შექმნილი.
გაშვების შემდეგ FP7 სწრაფად ადის 40 მილის ზემოთ, სადაც ატმოსფერო იმდენად თხელია, რომ ტრადიციული აეროდინამიკური გადაჭერა ძალიან რთულია. შემდეგ სამიზნისკენ მკვეთრად ბრუნდება, გრავიტაციით აჩქარდება და ბოლო ფაზაში თითქმის 4.5 მახის სიჩქარეს აღწევს. Chimdziats Pansir S1 რუსეთის ფართოდ განთავსებული მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამჩნიოს და გაუშვას გადამჭერი რაკეტა მის დასაჭერად. Pansiris რაკეტები განკუთვნილია სამიზნეებზე მოქმედებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 3 მახის სიჩქარით მოძრაობენ იდეალურ შეტაკების გეომეტრიაში. 4.5 მახის სიჩქარესა და მკვეთრვარდნის კუთხეზე გადაჭერის ფანჯარა წამებამდე მცირდება. SOT-100 რუსეთის ყველაზე ძლიერი გრძელდისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემა. თეორიულად შეუძლია ბალისტიკური სამიზნეების განადგურება. ამისთვის საჭიროა ადრეული აღმოჩენა, სწორი სამიზნე მონაცემები და სუფთა საბრძოლო გარემო, რომ ეს საიმედოდ შეძლოს. ეს ნიშნავს, რომ S-400-ებს რეალური FP7-ის გაშვების დაფიქსირება და სამიზნის ტრიანგულაციისთვის მონაცემები დასჭირდებათ, რათა დროულად გაუშვან გადამჭერი და არ დაელოდონ რაკეტის ქვედა ატმოსფეროში დაბრუნებას. და რუსეთს კიდევ ერთი პრობლემა აქვს ამ შემოთავაზებულ თავდაცვით სცენარში. რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია თავისი S-400 სისტემები მხოლოდ ბალისტიკურ საფრთხეებზე კონცენტრირებული დატოვოს. უკრაინის 2022 წლიდან დაწყებული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების კამპანია მოითხოვს, რომ ამავე სისტემებმა მუდმივად მოახდინონ რეაგირება დაბალ სიმაღლეზე არსებულ საფრთხეებზე. S-400 აქვს ყველაზე ყოვლისმომცველი და თანამედროვე სარადარო აღმოჩენის სისტემა, რომელიც სხვა თავდაცვით ზომებსაც მართავს. წარმოიდგინეთ კამპანიას, სადაც უკრაინა ახალ ბალისტიკურ რაკეტებს ისეთ წარმატებულ იარაღებთან ერთად გამოიყენებს, როგორიცაა დრონები ან ფრთოსანი რაკეტები. რუსეთმა სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, რომელ მიზნებს მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც თითქმის შეუძლებელია, როცა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს. თუ გსურთ მეტი გაიგოთ რუსეთის S-400-ის პრობლემებზე და უკრაინის მიერ მათი ვითომ და ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის სისტემების სწრაფად განადგურების შესახებ, გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიური ვიდეოებით მოგაცდვით ყველა უახლეს მოვლენას. მაგრამ დაუბრუნდეთ რაკეტას. გაშვების სისტემა თავადაც მნიშვნელოვანი ასპექტია დიზაინში და მას გარკვეული ყურადღება და ადრეული გაშუქება ხდა წილად, მისი სწრაფი გადაადგილებისა და სროლის უნარის გამო. ტრადიციული ბალისტიკური რაკეტების ოპერაციები მოითხოვს დიდ მძიმე სატრანსპორტო გამშვებ დანადგარებს, სპეციალიზებულ სამხედრო მანქანებს, რომლებიც გრძელი, გამორჩეული და რთულად დასამალია. მაგალითად, რუსული ისკანდერის სისტემა, რომელსაც უკრაინა ომის განმავლობაში ცდილობს მიაგნოს და გაანადგუროს, რადგან მან სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინულ ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას. ისკანდერი იყენებს მანქანას, რომელიც აშკარად იარაღის პლატფორმაა. მას ნამდვილად ვერავინ შეეშლება სატვირთო მანქანაში. მის დამალვას სამოქალაქო საწყობში მნიშვნელოვანი მომზადების გარეშე ვერ შეძლება. მისი გადაადგილება თვალსაჩინოა, გაშვების ადგილები ადვილად დასადგენია და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა ქმნის ლოგისტიკურ კვალს, რომელსაც სადაზვერვო სისტემები ადვილად მიხვებიან. FP7 სრულიად განსხვავებულ მიდგომას იყენებს. ცხელი გაშვების კონფიგურაცია ნიშნავს, რომ მხარისაცვავის ძრავა უშუალოდ ღია დახრილი მიმართოლიდან ირთვება, გაშვების მილის ან კონტეინერის საჭიროების გარეშე. ეს გამშვების სისტემის მნიშვნელოვნად გამარტივების საშუალებას იძლევა. გამშვები შეიძლება სტანდარტულ მისაბმელ პლატფორმაზე განათავსონ, როგორც ეს სხვა ადგილობრივ უკრაინულ მოდელებში გვხდება. ეს ნიშნავს, რომ სისტემა შეიძლება აბუქსიროს სტანდარტულმა სამხედრო ან სამოქალაქო სატვირთომ, სწრაფად გადაადგილდეს პოზიციებს შორის და შეინახონ ობიექტებში, რომლებიც დაზვერვისთვის იარაღის საცავად არ ჩანს. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? ბრძოლის ველზე, სადაც ორივე მხარეს მუდმივი სადრონე დაზვერვა და სატელიტური დაფარვა აქვს. სტანდარტული პლატფორმიანი მისაბმელების კოლონა გზაზე ისეთ განგაშს არ იტვევს, როგორც სპეციალიზებული სამხედრო გამშვები მანქანების კოლონა. სასოფლო სამეურნეო შენობაში გაჩერებული მისაბმელი ბალისტიკური რაკეტების ბატარეას არ გავს. უკრაინა როგორც კი სროლას გადაწყვეტს, გამშვები პოზიციას იკავებს, რაკეტა იწევა და სისტემა მზადაა. გაშვების შემდეგ გამშვები მანქანა გადაადგილდება. მთელი ეს კონცეფცია ასახავს გაასროლე და გაეცალე ფილოსოფიას, რაც რუსეთისთვის ჰაიმარსის განადგურებას ასე ართულებს. სისტემა ისვრის და მიდის, სანამ საპასუხო საარტილერიო დარტყმა მოესწრება. უკრაინამ წლები დახარჯა იმავე მექანიზმების გაუმჯობესებაში და ათასობით საათი დასალური артиლერიისა და შორმანძილზე მოქმედი იარაღის დიზაინების გამოცდაში, რათა დაემტკიცებინა, რომ გაასროლე და გაეცალე სწორი გზაა. და რადგან FP7-ის გამშვები სავარაუდოდ თავიდან ბოლომდე სწორედ ამ სცენარისთვის არის შექმნილი, აქ კიდევ ერთი დამატებითი ეფექტია, რომელიც აღსანიშნავია. გამშვების სიმარტივისა და მცირე ზომის გამო უკრაინას შეუძლია ერთდროულად მეტი ასეთი სისტემის გამოყენება.
ბალისტიკურ რაკეტების ბატარეას სჭირდება დრიდი ინფრასტრუქტურა, სპეციალიზებული ეკიპაჟები და ლოგისტიკური რესურსები. მისაბმელიანი სისტემა მყარი საწვავის ძრავით და გამარტივებული რელსით ნაკლებს მოითხოვს. ეს ნიშნავს მეტ პოტენციურ გამშვებ წერტილს ფართო ტერიტორიაზე, რაც მთლიან სისტემას უფრო რთულად სამიზნედ აქცევს და ართულებს მის განადგურებას რუსული კონტრბატარეისა და საჰაერო ჩარევის პირობებში. შედარებით მცირე საბრძოლო ქობინი კიდევ ერთი მინიშნებაა იმაზე, თუ რა ტიპის სამიზნის გასანადგურებლადაა FP7 შექმნილი. ამის გასარკვევად მოგვიწევს მისი შედარება სხვა გამშვებ სისტემებთან. Hellfire-ის რაკეტა ზუსტი ჰაერიმიწა კლასის იარაღია, რომელიც დასავლურ ახლო საჰაერო მხარდაჭერაში 10 წლეულებია გამოიყენება. მას აქვს დაახლოებით 20 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი და განკუთვნილია ცალკეული მანქანების, გამაგრებული პოზიციების ან მსუბუქი ნაგებობების გასანადგურებლად. Sam Spectre-ის მეორე ბოლოშია Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც საბრძოლო ქობინში 990 ფუნტი ასაფეთქებელი მასალა აქვს. შექმნილია გასანადგურებლად გამაგრებული ნაგებობებისა, როგორიცაა მიწისქვეშა ბუნკერები, ძლიერ გამაგრებული სამეთაურო ობიექტები და ღრმად დამალული ინფრასტრუქტურა. FP7 შუაშია, ეს შემთხვევითი არაა. დაახლოებით 46 ფუტის ცდომილება საყურადღებოა და მიანიშნებს, რომ რაკეტა სტრუქტურების განადგურებაზეა გათვლილი, არა მცირე სამიზნეზე. ამ წონით კატეგორიაში რაკეტა საკმარისია რადარის, მიწის ზედა პოსტის ან საბრძოლო მასალის საწყობის გასანადგურებლად. ასევე შეუძლია ხიდის ან სარკინიგზო კვანძის მწყობრიდან გამოყვანა, რაც ლოგისტიკას კოშმარად აქცევს. FP7-ის როგორც ჩანს, ვერ შეუძლია ღრმად მიწაში გამაგრებული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება. მაგრამ რუსეთს არ ჰქონდა დრო ან ინფრასტრუქტურა, რომ უკრაინის გარშემო ასეთი სამეთაურო პუნქტები ან თავდაცვითი ნაგებობები შეექმნა. თუ ისინი უკვე არ გამხდარან Storm Shadow-ს ან მსგავსი გამჭოლი საბრძოლო ქობინების სამიზნე, დიდი ალბათობით ისინი ან საერთოდ არ არსებობენ, ან ომის საერთო სურათში მნიშვნელობა არ აქვთ. ნიშნულოვანი განსხვავებაა რაკეტის განვითარებაზე საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ FP7 საშუალო რგოლად ითვლება, Firepoint-ს მუშაობა არ დაუსრულებია. ისინი ქმნიან უფრო დიდ ძმას, რომელიც შესაძლოა უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი იარაღების ვარსკვლავი გახდეს, FP9. ისეთი სისტემები, როგორიცაა დამთხმელი დრონი, FP1 და FP5 Flamingo, უკრაინას საშუალებას აძლევს მტრის ხაზებს მიღმა დარტყმები მიაყენოს. FP7 ამატებს ახალ ფენას და აძლიერებს უკრაინის საშუალო რადიუსის ბალისტიკური იარაღების შესაძლებლობებს, მისი დაახლოებით 120-მილიანი მოქმედების მანძილით. FP9 სრულიად სხვა კატეგორიაშია. მისი სიშორე 530 მილზე მეტია, საბრძოლო ქობინი კი 1700 ფუნტზე მეტ სიწონის. Firepoint-ი იარაღის ტესტირებას 2026 წლის ზაფხულის დასაწყისში გეგმავს, რაც სისტემის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს. თუ ეს მაჩვენებლები რეალობაში დადასტურდება, FP9 გახდება უკრაინის ისტორიაში პირველი შიდა წარმოების ბალისტიკური რაკეტა ნამდვილი სტრატეგიული დარტყმის შესაძლებლობით. გაშვება ცენტრალური ან აღმოსავლეთ უკრაინიდან თეორიულად მოსკოვს მოქმედების არეში მოაქცევს. აღმოსავლეთ უკრაინის ამჟამინდელი კონტაქტის ზონიდან გაშვება შეძლებს დააზიანოს ყველა რუსული სამხედრო ობიექტი, ლოგისტიკური ცენტრი, სამრეწველო ინფრასტრუქტურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის სამხრეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორც ხედავთ, FP7 არსებითად წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიოს შიდა წარმოებამ და დიზაინმა. წინა დიზაინებმა გზა Firepoint-ის უკრაინის ძირითად თავდაცვით სისტემებში ინტეგრაციისთვის გახსნა. FP7-ს შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს მნიშვნელოვანი და შეზღუდული რაოდენობის დასავლეთისგან შესყიდული რაკეტები უფრო იაფი და მარტივად მოსამსახურებელი ალტერნატივებით. უკრაინა პრაქტიკულად არარსებული შიდა ბალისტიკური შესაძლებლობებიდან საკუთარი რაკეტების შექმნაზე გადავიდა, რომლებიც რუსეთის სიღრმეში დარტყმის უნარს ფლობენ. ამ უძლიერესი სარაკეტო არსენალით უკრაინას შეუძლია ბევრად მეტ სამიზნეზე მოახდინოს ზეწოლა და თანდათანობით დაასუსტოს რუსეთის თავდაცვითი სისტემები. ომის უმეტეს ნაწილში რუსეთი ერთ მთავარ უპირატესობას ეყრდნობოდა. მას რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდა როგორც ჯარისკაცებში, ისე სამხედრო ტექნიკაში. მას შეეძლო უკრაინის დაბომბვა არტილერიით და უპირატესი საბრძოლო მასალის წარმოება. ამის შემდეგ მას შეეძლო ჩინეთის მიერ მიწოდებული დრონების, ელექტრონული სიგნალების ჩახშობისა და გამოყენებაში არსებული რამდენიმე ყველაზე თანამედროვე სარადარო სისტემის გამოყენება მოკლე რადიუსის დრონების გასანადგურებლად. ეხლა როცა უკრაინას შიდა წარმოების ბალისტიკური რაკეტები აქვს, რომლებსაც შეუძლია ნელად და სტაბილურად გაანადგუროს რუსეთის თავდაცვითი სისტემები, უპირატესობა ეტაპობრივად უკრაინის მხარეს გადადის ყოველი ახალი მიღწევით. და ეს შეიძლება რუსული ფრონტისათვის დამღუპველი აღმოჩნდეს. გმადლობთ ყურებისთვის. თუ გსურთ მეტი გაიგოთ იმ რიცხვებზე, რომლებიც რუსეთის მარცხს განაპირობებს, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო.
გამოიწერეთ The Military Show, რომ ყოველდღე მიიღოთ ინფორმაცია იარაღის გადაწყვეტილებებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც განსაზღვრავს უკრაინის ომს და მსოფლიო სამხედრო მოვლენებზე.